ჩვენთან არის ღმერთი. გულითადათ მოგილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს მართლმადიდებლობის ზეიმს, რომელიც ყოველ წელიწადს აღესრულება დიდი მარხვის პირველ კვირას და ეს იღებს დასაბამს, ეს მოვლენა, ეს დღესასწაული მე-9 საუკუნიდან, კერძოდ პირველად 842 წელს დიდი მარხვის პირველ კვირას აღიარებული იყო ხატ თაყვანისცემის დოგმატი და ამასთან არის დაკავშირებული დაწესება დღევანდელი დღისა. მართლმადიდებელთა კრება, მართლმადიდებლობის ზეიმი. და როდესაც ეს დაწესდა, შესაბამისად ჩამოყალიბებულ იქნა ასეთი დოგმატური საღვთისმეტყველო კუთხით დოკუმენტი, რომელსაც დღესაც ეწოდება მართლმადიდებლობის სინოდიკონი. ამ სინოდიკონში არის არა მხოლოდ ხატ მებრძოლთა წინააღმდეგ გალაშქრება ეკლესიის მიერ, არამედ რაც კი ეკლესიის წიაღში არსებობდა მწვალებლობანი და ერესები, ყველაფერი არის ჩამოთვლილი და მხილებულ ანათემირებული. ეს არ არის პატარა ტექსტი, არც მოსულობით არის პატარა და არც შინაარსობრივად არის პატარა, რასაც ქვია. ადამიანი საკმარისია ვერ ერკვეოდეს ამ ერესების წარმოშობაში და მათ რაობაში. მისთვის წაკითხვა ამ ტექსტის არაფრის მთქმელი იქნება, სამწუხარო ჩვენდა. აი მე-9 საუკუნეში, როდესაც ჩამოყალიბდა ეს დოკუმენტი და ყოველ წელიწადს შემდგომში უკვე იკითხებოდა მრევლის წინაშე, იმ პერიოდის ხალხისთვის ეს იყო მეტნაკლებად ცნობილი, რა თქმა უნდა, ამიტომაც იკითხებოდა ეს. ეს არ არის ღვთისმეტყველთათვის დაწერილი ტექსტი. აი ვინც ამას სიკვლევს დაუშვათ, მხოლოდ იმან წაიკითხოს, იმან გაარჩიოს და რაღაცა პროფესიონალური კუთხით შექმნილი პროფესიონალთათვის. ეს ტექსტი არ არის ესეთი. ეს არის ლიტურგიკული წესი. ლიტურგიკული რაც ნიშნავს? ლიტურგიკული ნიშნავს იმ წესს, რომელიც არის ხალხისთვის წასაკითხი. მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი ამოღებულია, რა თქმა უნდა, ჩვენი წესიდან. ღმერთმა ქნას, რომ შემოვიღოთ ეს ტრადიცია, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს იმდენად გამართული ალბათ და იმდენად გაზრდილები უნდა ვიყოთ ჩვენც, სულიერად თუ ინტელექტუალურად, რომ გავიგოთ თითოეული მათგანი, თითოეული მწვალებლობა რას გულისხმობს. სამწუხარო დღეს ხალხმა, თითოეულმა ჩვენგანმა ხანდახან და ხშირად არ იცის რა არის არიანელობა, არ იცის რა არის აპოლინარიზმი, არ იცის ნესტორიანიზმი რა არის, მონოფიზიტობა, მონოთელიტობა, ორიგენისტობა რა არის, ხატმებრძოლობა და კიდე უამრავი, რომელიც ქვეშრეებია განხილული ამ სინოდიკონში. აი ეს ალბათ დროთა განმავლობაში იქნება კვლავ აღდგენილი ეკლესიის წიაღში და ჩვენც წავიკითხავთ ხოლმე ამ ტექსტთან, განმარტავთ ხოლმე. მაგრამ რადგანაც მაინც დაკავშირებულია მართლმადიდებლობის ზეიმი ხატ მებრძოლთა წინააღმდეგ, თქვენ იცით, ეკლესიის წიაღში იყო სულ 7 საეკლესიო მსოფლიო კრება. მე-4 საუკუნეში ჩატარდა პირველი 325 წელს ქალაქ ნიკიაში და მე-8 საუკუნის ბოლოს 787 წელს ასევე ნიკიაში ჩატარდა ბოლო მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება. ოღონდ თუ პირველი არიანელთა წინააღმდეგ იყო, ბოლო მე-7 იყო ხატ მებრძოლთა წინააღმდეგ. და ამით დასტულდა მსოფლიო კრებების ეპოქა. რა თქმა უნდა, შემდგომ დროინდელ პერიოდში იყო რაღაცა გაუკუღმართებანი, ოღონდ არა ქრისტოლოგიური, არა ქრისტესთან დაკავშირებული, არამედ სულიწმინდის მადლთან დაკავშირებული საკითხები იყო დღის წესრიგში
და აი მომავალ კვირას, მეორე კვირას დიდი მარხვისა, ჩვენ გვექნება საუბარი წმინდა გრიგოლ პალამაზე, რომელიც მე-14 საუკუნეში ისავდა სულიწმინდის და საერთოდ ღმრთების გამოვლენის რაობას უთისოფელში. ესეც არ არის ადგილგასაგები თეოლოგიური დასკვნები, რთულად გასაგებია, მაგრამ შევეცდებით, რომ ესეც ახსნათ, მაგრამ შევეხოთ დღეს ძალიან მოკლედ იმ ხატ მებრძოლთა წინააღმდეგ დებულებებს, რომელიც ჯერ მსოფლიო კრებაზე იყო დადგენილი მე-8 საუკუნეში, 787 წელს, მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება და იმ წინასვლებს არ შევეხები ჩვენ, რომელიც იყო ტერმინოლოგიური დახვეწილობით. იქ არის ძალიან რთული ჩახლართული ამბები მართალი გითხრათ, თვითონ ბერძნულშია ძალიან რთულად გასაგები ლატრევტიკული თაყვანისცემა, პატივისცემითი თაყვანისცემა, რომელი სწორია, რომელი სწორი არ არის, როგორ უნდა ამას არ შევეხები ჩვენ. ეს არის ცალკე განსახილველი და ჩვენ თავის დროზე ქონდა ამაზე საუბარი. აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, რატო ვეთაყვანებით ჩვენ ხატებს, როდესაც ბიბლიაში, წმინდა წერილში, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არ უნდა ეთაყვანო არანაირ გამოსახულებას, ღვთისას. და ჩვენ ვეთაყვანებით. მე აი ეს კითხვა ბავშვობიდანვე მაწუხებდა. ბავშვობიდანვე ვერ მასვენებდა ეს ამბავი, იმიტომ რომ აგერ კითხულობ ძველ აღთქმას და დეკალოგში 10 აღთქმა სადაც არის, 10 მცნება უფრო სწორად, სადაც არის ჩამოთვლილი ერთ-ერთი მცნებათაგანი, პირდაპირ მითითებულია ასეთი სიტყვებით, რომ არ აღქმნე თავისა შენისა კერპი, არც მსგავსება იმისი, რა იარს ქვეყანასა ზედა, ცათა შინა და ასე შემდეგ. არ უნდა შექმნა კერპი, სათაყვანო ობიექტი არ უნდა გქონდეს შენ. და არა მხოლოდ დეკალოგში, არამედ შემდგომ დროინდელ ძველი აღთქმის ცნებებში პირდაპირ არის მითითებული, რომ არ უნდა ეთაყვანო. და ამ დროს რას ვხედავთ ჩვენ? ამავე ძველ აღთქმაში მოსემ, იცით თქვენ, ხუთწიგნეული მისი, პირველმა ვინც თქვა, რომ არ უნდა ეთაყვანო და თვითონ დაწერა ის 10 მცნება ღვთისგან, რა თქმა უნდა, თვითონვე ირჩევს მღვდლებს, თავისი ძმა მღვდელმთავარი აარონი, 4 მისი შვილი მღვდლები და ესენი აკეთებენ აღთქმის კიდობანს. გამოსახულებას ქერუბიმებისა ამ აღთქმის კიდობანზე. ესე გაუგებარია, რომ ერთი მხრივ მოსე თვითონ სხვა წინასწარმეტყველის შემდგომ დროინდელი რომ ყოფილიყო, და შეიძლება გვეთქვა, რომ ალბათ ეწინააღმდეგება მოსეს, თუმცა არ ეწინააღმდეგება, მაგრამ დაუშვათ შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა დროის მოღვაწეა და შეიძლება ეწინააღმდეგება და არ იზიარებს მოსეს ამ დასკვნას და დებულებას. რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რა თქმა უნდა, ერთი მთლიანობაა ძველი აღთქმა. ესაია წინასწარმეტყველი იქნება თუ მოსე, ერთი მთლიანობაა და ღვთისმსულიერება და სიწმინდეა ეს. მაგრამ აი დაუშვათ. სხვა წინასწარმეტყველი აკეთებს აღთქმის კიდობანს, გამოსახულებებს ქერუბიმებისას ამ აღთქმის კიდობანზე. ეს კიდე გასაგებია, რომ სხვამ გააკეთა, მაგრამ თვითონ მოსი აკეთებინებს. ერთი მხრივ გამოსახულება არ შეიძლებაო და მკაცრად ისჯება, იმ პერიოდში ხალხი ისჯებოდა ქვების ჩაქოლვით, თუ კი კეფთაყვანისმცემელი ხდებოდა. და იგივე მოსე ამბობს და ეუბნება, რომ გამოსახულება გააკეთეთო. რაღაცა შეუსაბამობა აქაც, თვითონ მოსეს ცხოვრებაშივე. მაგრამ დავანებოთ ძველ აღთქმას. ახალ აღთქმაში გადმოვიდეთ. ძველ აღთქმას ჩვენ ვკითხულობთ და ახალ აღთქმაში უკვე ჩვენ ხატთა ყვანისცემის დოგმაც, ეს დოგმატური საკითხი, ეს არ არის ტრადიციული საკითხი. ეს არ არის ჩვეულების საკითხი. ეს კარგად უნდა გავმიჯნოთ ერთი მეორისაგან. არის დოგმატური საკითხები ეკლესიაში, რის გარეშეც არ შეიძლება ადამიანი იყოს და
და იწოდებოდეს მართლმადიდებელ ადამიანად, თუ კი ამ დოგმატურ ჭეშმარიტებებს არ აღიარებს. სამება ღმერთი და უამრავი სხვა. მაგრამ აი რასაც დოგმატური ცნობიერება ეწოდება, არის ორადორი სვეტი მართლმადიდებლობისა. მრავალი დოგმატია ეკლესიაში, მაგრამ ეს დოგმატები არაჩვეულებები, არა გადმოცემები. გადმოცემა არის როგორი, აი წითელი კვერცხი შევღებო თუ არა, ეს გადმოცემაა. შეიძლება შეღებო, შეიძლება არ შეღებო. ეს არ არის რაღაცა დამაქცეველი მდგომარეობა. ნაკურთხი წყალი წავიღო სახში თუ არ წავიღო, ეს ტრადიციული საკითხია. წყლის კურთხევა დოგმატურია, მაგრამ წაღება არ წაღება არ არის დოგმატური საკითხი. ეს თუ არ გამიჯდა და ვერ გაერკვა კაცი, გონია რომ ყველაფერი დოგმატურია ეკლესიაში. ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა. და აი დოგმატური საკითხი ერთ-ერთი არის ხატთაყვანისცემა, როგორც მოგახსენეთ. არ შეიძლება კაცი უარყოფდეს ხატებს და ამავე დროს ამბობდეს, რომ მართლმადიდებელი კაცი ვარ მე. აი ეს იგულისხმება ამ დოგმატურ ცნობიერებაში, მაგრამ როგორც თქვით, ორ სვეტზე დგას მთელი დოგმატური ცხოვრება ეკლესიისა. რომელი ორი დოგმატია ძირითადი? ეს არის სამება ღმერთის შესახებ დოგმატური სწავლება, რომ ერთი ღმერთი არის სამპიროვანი, მამა, ძე და სულიწმინდა, მამისაგან იშვება ძე და გამოვალს სულიწმინდა, თავად უშობელია და მეორე განუყოფელი ამ პირველისაგან ეს არის დოგმატი მაცხოვრის განკაცების შესახებ. თუ მაცხოვრის განკაცებას არ აღიარებს ადამიანი, ისიც რა თქმა უნდა მართლმადიდებელი და ზოგადად ქრისტიანი ვერ იქნება. ვიდრე კათოლიკებიც აღიარებენ განკაცებას. განკაცებას აღიარებენ პროტესტანტებიც. ისინი ქრისტიანებად მიიჩნევენ საკუთარ თავს. ანუ ამაზე დგას, სამებასაც აღიარებენ და ამ მეორე საკითხსაც აღიარებენ. მერე ურევენ, მაგრამ ძირითადში მაინც აღიარებენ ამ ორს. აი განკაცება მაცხოვრისა. რას ქვია განკაცება მაცხოვრისა? რა არის განკაცება ღვთისა? ეს არის მოვლენა, როდესაც ბუნებითი ღმერთი, სამების მეორე ჰიპოსტასი, ძე ღმერთი, იღებს კონკრეტულ მომენტში მარიამისაგან ადამიანურ ბუნებას. და ეს ადამიანური ბუნება, რომელიც მან მიიღო, ძე ღმერთმა რომელიც მიიღო, ეს არის ღმერთის სხეული. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ განკაცება ჭეშმარიტია, მაშინ ხატთაყვანისცემაც მიღებული უნდა იყოს. ახლა დაუკავშიროთ ეს ჩვენი ნათქვამი ძველ აღთქმას, საიდანაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი. ჩვენ ვთქვით, რომ იქ გამოსახულება ღვთისა შეუძლებელი იყო და ჭეშმარიტად ასია. რატოა შეუძლებელი? იმიტომ რომ ძველ აღთქმაში ღმერთი განკაცებული არ ყოფილა. ღმერთს ვერ გამოსახავდი, როგორადაც არ უნდა გინდოდეს შენ. დღეს იუდეველები და მუსლიმები, როცა არ გამოსახავენ ღმერთს, თავის მხრივ ისინი ჭეშმარიტებას აკეთებენ. რატო აკეთებენ? იმიტომ რომ ის იმად ღმერთის განკაცება არ ესმით. ქრისტე ღმერთად არ უღიარებიათ ამათ. და თუ კი ღმერთად არ აღიარებ და ის რომ ადამიანი გახდა, იმას არ აღიარებ, მაშინ რა უნდა გამოსახო ხატზე? ბუნებრივი და ლოგიკურია მათთვის ეს ყოველივე. არც მუსლიმანს, არც იუდეველს ეს არ ესმის. ამიტომაც მიუღებელია ეს დასკვნა მათთვის. მაგრამ ქრისტიანობა, როგორც მოგახსენეთ, არის განკაცების რელიგია, რომ ღმერთი გახდა ადამიანი. ძველ აღთქმაში ნამდვილად და ჭეშმარიტად ვერ შეეხებოდი და ვერ დაინახავდი ღმერთს და შესაბამისად მისი გამოსახულებაც შეუძლებელია შენ დაგეხადა. მაგრამ ახალ აღთქმაში
თუ კი შენ აღიარებ, რომ ღმერთი გახდა ჭეშმარიტი ადამიანი, მეორე ბუნება შეიერთა, რომელიც არ ქონდა მას. პირველი ბუნება რომელი აქვს? საღვთო ბუნება. ზე ღმერთს, როგორც მამას და სულიწმინდას, მარადის აქვს და ექნება საღვთო ბუნება, რომელიც ხელშეუხებელია, უხილავი, შეუგრძნობელი. ამას ვერ გამოსახავ. მაგრამ თუ კი იმან ზე ღმერთმა მარად საღვთო ბუნების მქონემ მიიღო მეორე ბუნება ადამიანური. რას ქვია ადამიანური ბუნება? ადამიანური ბუნება აბსტრაქცია არ არის. იმას შეეხები კიდეც დაინახავ, შეიგრძნობ და ჩვენ ზიარებას რო ვიღებთ, ღმერთის ხორცს ვიღებთ. პირდაპირ ამ გაგებით. ეს რო უბრალო კაცის სხეული ყოფილიყო, ზიარება დაუშვათ. მაშინ კანიბალები ვიქნებოდი ჩვენ. მაგრამ ჩვენ ვიღებთ ღმერთის ხორცს და ეს ხორცი ხელშესახებია, ხილვადია, გამოსახულებითია და ამიტომაც წმინდა მამები მერვე საუკუნეში ცხოვრობდნენ ისეთები, როგორიც იყვნენ წმინდა იოანე დამასკელი, ეს უდიდესი დოგმატიკოსი, გერმანოს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, შემდგომში თეოდორე სტუდიელი, ასეთი დიდი ღვთისმეტყველი, სტუდიის მონასტრის იღუმენი იყო. დიდი გონება ძალიან. ათასობით ბერის წინამძღვარი იყო. კონსტანტინოპოლში იყო ეს თავის დროზე მონასტერი. აი ეს ხალხი, ძირითადად ეს ადამიანებმა თქვეს, რომ ვინც ხატების გამოსახულებას არ აღიარებს, მაშინ განკაცებასაც უარყოფს ღვთისას. და თუ კი განკაცებას უარყოფ ღვთისას, როგორც მოგახსენეთ, მაშინ ძველი აღთქმის კაცი ყოფილხარ, ანუ იუდეველი ხარ შენ მაშინ და მუსლიმი. იუდეველები ხომ ძველ აღთქმაში ცხოვრობენ დღესაც. ეს ხო ვიცით ჩვენ. ისინი ქრისტეს არ აღიარებენ, ქრისტეს ელოდებიან. ანტიქრისტე როცა მოვა, იმათთვის ქრისტე იქნება ეს. მაგრამ ჩვენი ქრისტე მათთვის შარლატანი, მატყუარაა, ჯვარზე ამიტომ გააგრეს მათ. შესაბამისად, როგორ გამოსახავენ თუ კი ძველ აღთქმით ხემძღვანელობენ და იქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არანაირი გამოსახულება არ შეიძლება. სწორია, მაგრამ ახალ აღთქმაში მისაღები იმიტოა, რომ ჭეშმარიტად მოხდა განკაცება ღვთისა. და ის ბუნება ხელშესახები გახდა, დასანახი გახდა. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ ხატებს ვეთაყვანებით, ჩვენ ამით მაცხოვრის განკაცებას ვაღიარებთ. რაც არის, როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი საფუძველთა საფუძველი მართლმადიდებლობისა. აი ამიტოა ხოლმე გაუგებარი ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. უпроსორად ჩვენთვის არის გაუგებარი, ეკლესიის სიაღისთვის კი არა. როცა კითხულობს ადამიანი, კითხვებს უნდა სვამდეს იქ, უნდა აინტერესებდეს ეს ყველაფერი. შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს. მე მთელი ცხოვრება ვეძებდი ამ კითხვებს, მღვდლობაში გავიგე. ჩემს სირცხვილს ვამბობ. მოვიარე სემინარია, აკადემია, ყველაფერი და მაინც არ მესმოდა ეს ამბავი. მღვდელი რო გავხდი და რო დამჭირდა ამ კითხვებზე პასუხები, მე გავიგე ეს ყველაფერი მეც. მაგრამ ყოველთვის მაწუხებდა კითხვები. არ შეიძლება სულ ერთი იყოს, ადრეც გვითქვამთ ჩვენ. სულ ერთი არ შეიძლება იყოს შენთვის ყველაფერი. კითხვები დასვი. კაც კი არ უნდა დაუსვა. ვისაც სალი ახლა შენ დაგიჯდეს და გისმინოს მთელი დღეები შენი კითხვებით. არავის არ აქვს სალია ჩვენ ამისთვის. შენთვის დასვი კითხვები. და ღმერთი მოგიძებნის პასუხს. წისა იკითხავ, ვიღაცა ჭკვიანს მოусმენ. ვიღაცას უარყოფ შეიძლება და ამით უფრო მეც გაიგებ და ასე შემდეგ. კითხვები უნდა იყოს დასმული, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ.
თუ არა და ვერ გავითარდება კაცი ვერასოდეს. იმიტომ რომ ეს როგორც გითხარით ეს პატარა საქმე არ არის, ურთულესი საკითხებია ეს. სოფლიო კრებები დაჭირდა ამ საქმეს და არა ერთმა და ორმა გადაწყვიტა თავისი ჭკუით. დაგლოცოთ ღმერთმა და ისევ და ისევ გულითადად მოგილოცავთ დღევანდელ უბრწყინვალეს ნამდვილად დღესასწაულს მართლმადიდებლობის ზეიმს ხატების თაყვანისცემის დღეს აღდგენის ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერიაში და უკვე ჩვენშიც გადმოსული ტრადიციულად, იმიტომ რომ მათი მემკვიდრეები ვართ ჩვენს სულიერი გაგებით. ჯვარი გეწეროთ. დაგლოცოთ უფალმა.